მოგესალმებით. მე ვარ საბა სოხაძე. თქვენ უყურებთ GeoScout-ის YouTube-ს. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია დინამო თბილისისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების თავდამსხმელი სანდრო მიქაუტაძე. სანდრო, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ. დავიწყოთ? დავიწყოთ. საკმაოდ პატარა ასაკში მოგიწია ისეთ ფეხბურთელთან თამაში, როგორიც ჯაბა კანკავა. როგორი გამოცდილება იყო ეს შენთვის? რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი გამოცდილებაა. მით უმეტეს ჩემხელა ასაკის ბიჭებისთვის და რა თქმა უნდა ფეხბურთელებისთვის. ბევრი რაღაც ვისწავლე მისგან, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი მის შრომის მოყვარეობას. როდესაც პორტუგალიაში ვიყავით შეკრებაზე, მასთან ერთად მომიწია მოინის გაყოფა და ყოველი ვარჯიშის წინ ვცდილობდი რომ ჩავსულიყავი სავარჯიშოდ, რომ ასე ვთქვათ, ერთი ნაბიჯის წინ ყოფილიყავი ყველაზე. მაგრამ როდესაც არ უნდა ჩავსულიყავი, სულ ის ხდებოდა და ვარჯიშობდა ყველაფერს, რაც კი შეეძლო და ყველა ვარჯიშის შემდეგ დაახლოებით 15 წუთის სავალი იყო ჩვენი სასტუმროდან ასე ვთქვათ სტადიონამდე და უკან მორბოდა ყველა ვარჯიშის შემდეგ. ასე რომ მისი მთავარი ასე ვთქვათ ყველაზე მაგარი შესაძლებლობა ის არის, რომ ფსიქოლოგიურად არის ბევრად მაღლა ვიდრე სხვა დანარჩენი ფეხბურთელები. ასაკობრივი ლიგებიდან უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგ ყველაზე დიდი განსხვავება რა აღმოჩნდა შენთვის? ყველაზე დიდი განსხვავება მაინც არის გამოცდილება. ბევრი იტყვის, რომ ტემპი არის, სხვა ტექნიკას თუნდაც, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ერთი ნაბიჯით თუ მეტი არა ზევით, მაგრამ რა თქმა უნდა, გამოცდილება ჩემთვის ყველაზე რთული იყო, იმიტომ რომ ჩემი აზრით, როდესაც გამოცდილი ხარ, ბევრად უფრო მარტივად უყურებ და სხვანაირად უყურებ ყველაფერს. ბოლო პერიოდში ხშირად იწერება შენსა და თორნიკე კვარაცხელიას შესახებ. როგორც ახალი კვარაცხელია მიქაუტაძის დუეტი, როგორ უყურებ ასეთ შედარებებს? ესე წინასწარ არ მიყვარს ზოგადად ლაპარაკი, მაგრამ ერთი იმას ვიტყვი, რომ მოედანზე კი ნამდვილად ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს. დაახლოებით ერთნაირი სტილის მოთამაშეები ვართ და არ გვიჭირს ერთმანეთს რომ გავუყოთ. როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და თორნიკეს მოედანზე და მის გარეთ? როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ასევე ოჯახებითაც მეგობრობთ. ასევე მოედნის გარეთაც ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს. შევეხოთ ერთულ თემასაც. 19 წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნა. რამდენად ძიმე იყო ეს მარცხი შენთვის? დარწმუნებით იმას ვიტყვი, რომ ჩემს კარიერაში და ზოგადად ცხოვრებაში ალბათ ყველაზე რთული დღე იყო ჩემთვის. იმხელა რაღაცის გაკეთება შეგვეძლო, თუ არ იცით, შეგვეძლო რომ გავსულიყავით ჩემპიონთა ლიგაზე, დინამო თბილისს შეეძლო ეთამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და ერთი ნაბიჯი გვაყოლათ თან ეგ არის თავარი. და როდესაც გავიდოდით, შევხვდებოდით PSG-ს დინამო არენაზე გვექნებოდა თამაში, ეს დადასტურებული იყო და ყველაზე რთული იმის გადალახვა იყო, რომ ამხელა რაღაცის მიღწევა შეგვეძლო და ძალიან ახლოს ვიყავით. ასე რომ ყველაზე რთული დღე იყო ჩემთვის, ჩემს კარიერაში თუნდაც. შენი ფეხბურთისადმი ინტერესზე როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ოჯახში? ჩემი ოჯახის წევრებმა ყველამ ძალიან კარგად იცოდა თავიდანვე, რომ ფეხბურთი იყო ერთ-ერთი საქმე, რის იკეთებაც მინდა და მთელი ცხოვრება ბავშვობიდან. იმიტომ რომ ყველაზე მეტად ვერთობოდი ფეხბურთით და მხოლოდ ბურთით ვერთობოდი. ვინ იყო შენი ბავშვობის საფეხბურთო კუმირი და რა ისწავლე მისგან? არა მარტო ბავშვობის, ჩემი ახლანდელი კუმირის რა თქმა უნდა მესი არის და მესისგან ყველაზე მეტად კი ყველაფერი საუკეთესო არის, მაგრამ ყველაზე მეტად მე რისგანაც მინდა ავიღო მაგალითი ის არის, რომ თავისუფლად თამაშობს. რაც მას აძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაც ნაკლებად ეფიქროს ყველაფერზე და ბევრად მარტივად აკეთებს ყველაფერს ვიდრე სხვა დანარჩენი ფეხბურთელები. ახლა კი გადავიდეთ აუდიტორიისგან დასმულ სამ შეკითხვაზე. რომელ მეკარესთან გაგიჭირდა ყველაზე მეტად თამაში ოქროს ლიგაში? ყველაზე მეტად ალბათ მათე ჭელიძესთან, ჩემი გუნდელია კი, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ, როდესაც სხვა გუნდში ვიყავი, მასთან თამაში მომიწია და ყველაზე მეტად მაინც მასთან გამიჭირდა. პირადად შენთვის, რომელია უფრო რთული, გამარჯვების შენარჩუნება თუ მარცხის გადატანა? პირადად ჩემთვის ალბათ ცოტა ისეთი კითხვა, მაგრამ გამარჯვების შენარჩუნება პირადად ჩემთვის უფრო რთულია, იმიტომ რომ როდესაც ჩემს რაღაცას მიაღწევ, მისი შენარჩუნება იმაში გამოიხატება, რომ არ მოდუნდე, ან სხვანაირად არ შეხედო. პირიქით ჩემი აზრით, უფრო რთულია, რომ ორმაგად მიაწვე და ორმაგად უფრო მეტი იშრომო და ჩემი აზრით ოდნავ უფრო რთული არის.
დათუნა ჩიღოშვილი გვეკითხება, სანდრო მართვის მოწმობას თუ აიღებს მესამე გაცნობა. კი, სხვათა შორის ავირე და ამ ინტერვიუზეც ჩემით მოვიდი მაგას დავამატე. და ბოლოს, შენი აზრით რაში დაეხმარება ჯეოსკაუტი ახალგაზრდა ფეხბურთელს? ჩემი აზრით, მათ დაეხმარებათ თავის სახელის წარმოჩენაში და ისეთი ხალხი გაიცნობს, ვინც ესე კონკრეტულად არ არის ასაკობრივ ქართულ ფეხბურთში შეხედილი და ისინიც გაიცნობენ და ჩემი აზრით ჯეოსკაუტი ახალგაზრდა ტალანტებს დაეხმარებათ გამოჩენაში. მადლობა სანდრო და წარმატებისთვის. მადლობა პირიქით თქვენ. აღმოაჩინე ახალგაზრდა ფეხბურთელები ჯეოსკაუტთან ერთად.